როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. არ გიგონებთ, რომ ეს ვიდეო ზამთრის არის. მაისია. მაგრამ ძალიან ცივა, ჩემთან ძალიან აგრილდა და იმედი მაქვს, რომ გაზაფხულს ივლისში მაინც ვიგრძნობ რაღაცა. ევროპაში წელს მოუკვეთლებს ნამეტანი ჩვენი გაზაფხული. რადგანაც თემამ მოიტანა, მოდი ვნახოთ. გამოიდარებს თუ არა თქვენს ურთიერთობაში და როგორ განვითარდება მაკუთხით საქმეები და ყველას ურმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის. მდენი დადებითი კომპლიმენტებისთვის ძალიან მახარებ და როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველას ულევ ბედნიერებას და საგაზაფხულო ხასიათს განსაკუთრებით სიყვარულში. ნახოთ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, დათბება თუ არა და კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს ეს ურთიერთობა. ნახოთ. დათბება თუ არა ამ ურთიერთობაში. ძალიან რთულია ზოგადად დათბეს ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ დღეს არის ასეთი პროგნოზი. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც დაშორებული ხართ, ნაწყენი ხართ ერთმანეთზე, ან რაღაცა დაიძაბა სერიოზულად. აი ზუსტად ამათზე იქნება დღეს გაშლა, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი თუ ასე თუ ისე იცით, ყველაფერი და კარგად გაქვთ და უბრალოდ ინტერესის გამო უყურებთ ზოგად გაშლებს, რაც ჩემთვის გაუგებარი ადამიანი, მას არასდროს არავის არ ვრჩევ, არც პირადში და არც ზოგადში. თქვენზე არ იქნება ეს გაშლა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ხართ ნაწყენი, ნაჩხუბარი და თუ კი რამე შეიძლება მომხდარ იყო უსიამოვნო, მაშინ კი ბატონო უყურეთ ამ გაშლას. რაც შეეხება მიუხედავად ყველანაირი მდგომარეობისა, მე მაინც ამ ურთიერთობაში დასასრულს ვერ უყურებ. ეს ადამიანი ცოტა რთული ხასიათისაა, როგორც ამ ურთიერთობაში თქვენი ხასიათის აღმოჩნდა რთული. ერთად რაღაცა არ შედგა ეს ყველაფერი, ერთმანეთის ინტერესებში ჩეხება, მერე ინტერესების გაყოფა და ნუ მოკლედ ძალიან არეულდარეულია ყველაფერი. მაგრამ დათბობას რაც შეეხება, ასე მარტივად არ დათბება, იმიტომ რომ ამ ადამიანმა კონკრეტულად უნდა იყოს ამ ურთიერთობაზე აუცილებლად რაღაცა პასუხისმგებლობა რბილად ნათქვამია. ტვირთი უნდა იყოს ამ ურთიერთობის სერიოზული, რაც შეიძლება ემოციურად თქვენს მხრებზე გადადიოდა. ახლა მის მხრებზე უნდა გადავიდეს ყველაფერი და მისი გასაკეთებელი და გამოსასწორებელია ყველაფერი. თუმცა მაინც კი არის რომ ორმა ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი გასაკეთებელია. ყველაზე ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც ზოგადი გაშლების მადით აქ შესაძლებელია რომ ამ ადამიანმა რა თქმა უნდა იტვირთოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხდება იმის რაღაცა უცებ განათება რომ უნდა გავაკეთო, უნდა გავუძლო, იმიტომ რომ თვითონ გაძლებაზეა ეს სიტუაცია. რაც შეეხება თავის ფიქრებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მე მაინც უყურებ, რომ კი შეიძლება მთლიანობაში ყველაფერი გააფუჭეთ და ამ ადამიანმა რაღაც დააზიანა, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა განაწყენებული ხართ და თქვენი ვერდიქტი გამოიტანეთ, მაგრამ უღირს ამას თქვენთან ურთიერთობამ და ყველანაირად იცდება, რომ ნელ-ნელი, მაგრამ სწორი ნაბიჯებით თქვენამდე მოვიდეს. როგორ მოვა მაშინ თქვენამდე? იმიტომ რომ ფიქრებში აქ ეს ყველაფერი. როგორ მოვა თქვენამდე? ძალიან სასიამოვნოა, რასაც უყურებ ეს რაღაცნაირია. ეხლაც კი მოვიდოდა თქვენამდე, უბრალოდ ხასიათი. შეიძლება რაღაცა გაქვთ ერთმანეთს, და იცით როგორი მოდის, რომ ადამიანმა საკუთარ თავთან სიტყვა დადო, ან თქვენ დაგემუქრათ რაღაცნაირად, რომ აი მე კაცი არ ვიყო, სუბუქად რო ვთქვა, რომ თუ გადმოვდგა ნაბიჯი და რო იციან ხოლმე, ხო? აი ეს უშლის ხელს ამ ადამიანს, თორე ისე ახალც მოვიდოდა თქვენამდე. ნელ-ნელა სწორი ნაბიჯებით აუცილებლად გადმოდგამს ნაბიჯს პატარა შემოთავაზებით, რომ ურთიერთობაში მართლაც დათბეს და გამოიდაროს რეალურად. იმიტომ რომ თვითონ მაინც განცალკავებით დგას ეს ადამიანი თავისი ფიქრებით, თავისი სერიოზულობით, შეუძლია აიღოს რა თქმა უნდა აქ პასუხისმგებლობა, ყველაფერი შეუძლია, მთავარია სურვილი. სურვილი აქვს, თუმცა მე მაინც უყურებ, რომ რაღაცნაირად მაინც ბოლომდე არ იხსნება.
ბოლომდე არ იხსნება, ბოლომდე არ უსმენს თავის გულს და მაინც აიგნორებს იმ შინაგან ხმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და შესაძლოა მისთვის საბედისწერო ადამიანი ხართ ან იყავით ყველა ვარიანტში. ის რაც თქვენთან გამოიარა, ეს ამაზე შეიძლება წიგნიც დაიწეროს. იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ მოსაყოლი ძალიან ბევრი აქვს. გასაზიარებელი ძალიან ბევრი აქვს, უბრალოდ ამას იტყვის თუ არ იტყვის, ახლა ეს მისი საქმეა, მაგრამ გულში ეს იკითხება, ძალიან იკითხება. თქვენ უნდა მიიღოთ ეს ადამიანი მიუხედავად იმიტომ, რომ მე თავში თქვი, რომ ძალიან განაწყენებული მდგომარეობა უნდა მიიღოთ არა. ბევრმა დაასრულეთ ეს ურთიერთობა და იმდენად ტკივნეულია და იმდენად იმედგაცრუებული ხართ, რომ არ ვიცი, შეიძლება მართლა მიეცით რამოდენიმეჯერ შანსი. აქ არის ძალიან ყველა სასიამოვნო ის, რომ 4-იან და 5-იან თასი ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ერწყმის ყველაფერს. რაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ცოტა უცნაურად, ეს ადამიანი ძალიან ნანობს და ძალიან ნერვიულობს თქვენთან ურთიერთობას, რაც მოხდა. ერთმანეთს არაჩვენებთ, მაგრამ ეს ასეა ნამდვილად. კიდევ თქვენ არ უნდა მიცეთ შანსი. მიუხედავად, რომ დაათბება ნელი ნაბიჯები წამოვა, ეს მისი პრობლემაა, ეს მას უღირს თუ არ უღირს, იქიდან გამომდინარეა. მე შეიძლება მიღერდეს და გვიან გავიღვიძო, მაგრამ მატარებელი რო გამასრებს, ეს არავის არ აინტერესებს მე ბილეთი მქონდა თუ არ მქონდა რა. ამიტომ რეალურად მე ვფიქრობ, რომ თავი ერთი დღეს ამ ისტორიაში თქვენმა მატარებელმა გაგასწროთ ორივეს. ძალიან ცოტა ისეთი რთული სიტუაცია დღეს ეთყობა სამყარო თქვენ გეუბნებათ. აი ამ სიტუაციაზე არ ვიცი ვინც ხართ, მოკლედ ამ სიტუაციაში ყველა ხო ვერ იქნებით, არა? მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერში არის დადებითი და დადებითი არის ის, რომ ემოციაც იკითხება, ბევრი რამე აქვს სათქმელი, რა თქმა უნდა, არ უნდა გაზიარება ის სხვა ისტორია. და ძალიან ნერვიულობს, ძალიან მოწყენილია და მოკლედ არ ვიცი რა ეშველება. გამოსავალს რაში უყურებ, მაინტერესებს. აი გამოსავალს რაში უყურებ, მაინტერესებს. გამოსავალი რა ვიცი რა, გამოსავალი ერთადერთი არის წარსულის დაბრუნება. აი დროის დაბრუნება აქ როგორ რაღაცა იცი, შეიძლება უკან დრო დააბრუნოს ადამიანმა, თითქოს აი ეს იკითხება, რომ შეუძლებელია დროის დაბრუნება. თუმცა ამ ადამიანს შეუძლია მაინც შემოატრიალოს წარსული კარგი მომენტები და რეალურად ყველაფერი გადაჭრას. გამოსავალი მაინც მის ხელში. მაგას გააკეთებს, არ გააკეთებს, ეს ცალკე საკითხია კიდევ ერთხელ, მაგრამ კი ბატონო, შესაძლებელია აქ ყველაფერი. ვნახოთ, მის მონდომებაზეა მაინც დამოკიდებული. მე იმის მჯერა, თუ ადამიანმა მოინდომა, ამ შემთხვევაში მე ქალზე არა მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ხო რა ერთია რო არ გვიხდება, მეორე აზრი არ აქვს და მამაკაცია მაინც ბოლოს სიტყვა, ახლა არ თქვათ ის რომ ძველმოდურად მსჯელობო, მაგრამ იცი რა არის ჩემი ძველმოდურობა უფრო ამართლებს ვიდრე ძალიან ცოტა პასუხისმგებლობას და სრულ ინიციატივას რო იჩენს ქალი ურთიერთობაში იმისთვის რომ მოატრიალოს ადამიანი და დააინტერესოს და რაღაცა სული შეუბეროს. ეს არ არის გამართლებული, თუმცა ყველას რა თქმა უნდა თავისი გულის კარნახი აქვს და ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, მაგრამ მთლიანობაში ამ ადამიანზეა ყველაფერი დამოკიდებული. მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.